5 აპრილია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამომშვიდობისა. ოქტომბერში დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ჩამოუყალიბებელია. იღებენ თუ არა მასში მონაწილეობას. რას მოუტანს ქვეყანას ქართული ოცნების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა უნდა აიგზალოს? მისი ხელმოწერით არაფერი არც იწყება, არაფერი არც მთავრდება. ეს პარტია იყო, აღარც და იქნება. ქვეყნის წინაშე საერთო ტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. საბოლოოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე. დღეს თავისუფალ სივრცეში პოლიტიკური ვითარების შეფასებით ნიკა ჩიტაძე, ლევან გიგინეიშვილი. რას ფიქრობენ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულები ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე? ყინწვისის საქმეზე ნაწამები ნიკა გოგუაძე თავისუფალ სივრცეში. ხვდებით საღამოს 9-ზე. ვიწყებთ საუბარს ნიკა ჩიტაძესთან, ის უკვე ხაზზე არის. საღამომშვიდობისა ბატონო ნიკა, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, გამარჯობა. ბატონო ნიკა, მოდი დავიწყოთ იმაზე საუბრით, რომ არჩევნების შემდეგ 26 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან მუდმივად გვესმის, რომ საქართველოში არალეგიტიმურია საქართველოს პარლამენტი, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო არის ეს ზურაბიშვილი, სალომე ზურაბიშვილი. თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არავის არ უთქვამს აქამდე, რომ არალეგიტიმურია საქართველოში პარლამენტი. რატომ, რა ხდება, თუ საქართველოს ოპოზიცია აცხადებს არალეგიტიმურად საქართველოს პარლამენტს, რატომ არ აცხადებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც პრაქტიკულად თან აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ არ ამბობენ, რომ ლეგიტიმურები არ არიან. რატომ? პირველ რიგში, ესე ვთქვათ, რომ რაც შეეხება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, de facto ისინიც ამ შემთხვევაში აღიარებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს დღეს ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, ვინაიდან და რადგანაც ვიცით, რომ თვითონ ეს საარჩევნო პროცესს შეეხება, რომელიც ადგილი ჰქონდა გასულ წლის 26 ოქტომბრამდე და თვითონ თქვათ ეს წინა საარჩევნო კამპანიას გულისხმობდა მეორე მხრივ რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, და შემდგომ პროცესებს ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის EUTO, მათ შორის ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა კრიტიკის ქარცეთში მოაქცია, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საერთო ჯამში თქვათ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და არაერთხელ იქნა აღნიშნული იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნები რბილად არის, ხო, ნათქვამი, რომ არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს, როგორც ასეც, ხო? შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში, ან ვაშინგტონის კონგრესის ქვედა პალატა განიხილავს მეგობარ აქტს, რომელიც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს გარკვეული სანქციების ამოქმედებას ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხო? და რეალობა ასეთია, რომ გეკითხებით, იცით, როდესაც რომელიღაცა ქვეყანა თქვათ აცხადებს რომელიღაცა ხელისუფლებას, რომ არალეგიტიმურია, იქიდან გაყავთ დიპლომატიური მისიები, ხომ? არ არის საელჩოები, თუ არალეგიტიმურია რომელიღაცა ქვეყნის ხელისუფლება, ან თუნდაც არაღიარებული რესპუბლიკები. როგორ ხდება, რომ EUTO-ს გენერალური მდივანი ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა არჩეულ პრეზიდენტს, შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და არ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, ხო? რამდენადაც ვიცი, არ ქონია მასთან შეხვედრა. რატომ ხვდებიან მაშინ თუ არალეგიტიმურები არიან? ხო, რაც შეეხება EUTO-ს გენერალურ მდივანს, ეს იყო კავკასიურ ტურნე, ის ეწვია სომხეთს, ეწვია აზერბაიჯანს და შემდგომში საქართველოს და ფაქტია ამ შემთხვევაში, რომ თქვათ ის შეხვდა თქვათ de facto ხელისუფლებას, ისიც ამ შემთხვევაში თქვათ ქართველი ხალხის თქვათ პატივისცემის ნიშნად, რაც გულისხმობ, ხო? რომ de facto ხელისუფლება არისო? ასეთი რამე მოისმინეთ თქვენ? ანუ აქ საუბარი ყოველ შემთხვევაში მას არ უთქვია, ხო? EUTO ვიცით, თქვათ, EUTO-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა გააკრიტიკა, ჩვენ ვიცით, არჩევნების შედეგები და არჩევნების მიმდინარეობა, ვიცით, რომ EUTO დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გახოთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, იმიტომ რომ EUTO-ს ფარგლებში მოქმედებს ორი ძირითადი ოფისი, ერთი ქალაქ ვენაში, კონფლიქტების დარეგულების ცენტრი და მეორე ქალაქ ვარშავაში, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ოფისი და
შესაბამისად ეუთომ აღიარა, ვიცით ხო, არსებობს ამის წყაროები, სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, იქნება Amnesty International, Freedom House-ი, თქვა, ყველა აღიარა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. ეხლა, რაც შეეხება ჩამოსვლას და შეხვედრას, კი ბატონო, აქ არის საუბარი, თქვა, დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, მაგრამ სწორედ დე-ფაქტო ხელისუფლება იღებს დღეს გადაწყვეტილებას, გვინდა თუ არ გვინდა. და იღებს თქვა გადაწყვეტილება საქართველოს მიმდინარე თქვა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე და თავარი აქ რაზე იყო საუბარი, ხო? და საუბარი იგივე თუნდაც მაგალითად დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ამაყობდა იმით, რომ ნუ თქვა ვიცე-პრემიერის შეხვედრა, ლევან დავითაშვილის შეხვედრა შედგა ვაშინგტონში. ბატონიკა, მაგაზე ცალკე კითხავთ, აი რაზე იყო საუბარიო, როდესაც ეუთოს გენერალური მდივანი მიდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ინტერესდება, როგორ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აღიარებს აქ გასულ არჩევნებსაც და ემზადება მომავალი არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს იმას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეუთო დაინტერესებულია, რომ ნებისმიერ ეუთოს წევრ ქვეყანას და საქართველოს მოგოხსენება თუ 1992 წლიდან გახავთ ევროპაში უშუალო თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულფერიანი წევრი და საქართველოს შეერთებულია ჰელსინკის საბოლოო აქტს, რომელსაც ჯერ კიდევ 1975 წელს მოეწერა ხელი. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ეუთო დაინტერესებული ამ შემთხვევაში ეუთოს წევრ ქვეყანაში საქართველოში, რომ განმტკიცებული იქნეს დემოკრატიული ინსტიტუტები. აქ შეიძლება ეწვია ის თქვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ოფისს, მაგრამ მეორეს მხრივ თქვა რაზე იყო საუბარი, ხო? ახლა ყოველ შემთხვევაში, როდესაც შეშფოთება გამოიწვევა წინა არჩევნებთან, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამ მუნიციპალურ არჩევნებს რაც შეეხება, აქ ასევე ეუთო დაინტერესებული საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესებული ისეთი წინაპირობა არსებობდეს ქვეყანაში, რომ კი ბატონო, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა, ხო? ეგრე მაგალითად ეუთო გენერალური მდივანი ასევე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ხო? ანუ იცნობს ესე იგი მათაც, ხო, ოპოზიციას, ხო, რომელსაც პატრიოტული დე-ფაქტო ხელისუფლება ქვეყნის მოღალატეებს და გამყიდველებს უწოდებს, ხო? ხო, სწორია. ანუ აქ შეხვედრა შედგა სწორედ ახლა ხშირ შემთხვევაში ხანდახან პრაგმატული ინტერესი მოითხოვს, მათ შორის თქვა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, ხო? მაგრამ ისინი ამბობენ ხოლმე, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებას ხდებით, ხო ბატონო ნიკა, როდესაც ხდება, თუნდაც აი აფხაზეთში რომ ჩავიდეს ვინმე, რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, ისინი ოფიციალურად წერენ, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხდებიან ხოლმე, ხო, დე-ფაქტო ხელისუფლებად აცხადებენ, თუნდაც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას. და ამ შემთხვევაში ის წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეხვდა მის ოფიციალურ განცხადებებში. კი ბატონო, მაგრამ ხა ესე იგი, ის თუ აცხადებს, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ თქვა საქართველოს დღეს ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. იმით იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ ყველა აღიარებს, რომ არჩევნები შედეგები თქვა გაყავდა, თვითონ წინა საარჩევნო პროცესი, ხო? არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს და შესაბამისად აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, ხო? რა ვიცი, თქვა რამდენად არის თქვა ლეგიტიმური დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც 300-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე არის დასახიჩრებული, ნაცემი, მათ ფიზიკური შეუწყობა მიაყენეს, 50-ზე მეტი ადამიანი იყოფება ციხეში. თუმცა არც ერთი დაждილი არ არის, მათ შორის არც თქვათ ეგრეთ წოდებული სამართალ დამცავების მხრიდან და არც თქვათ ტიტუშკების მხრიდან, როდესაც მათი სახელები ცნობილია. აქედან გამომდინარე, ვინ არ უნდა თქვათ ფაქტია, რომ რამდენად თქვათ ამ შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს იმ პოლიტიკას, ეს რომელიც ხო არჩევნების შემდეგ მოხდა ბატონო ნიკა. კონკრეტულ დეტალებში არ შემოვყვებით, მაგრამ ეს ფაქტები ხო არჩევნების შემდეგ მოხდა. არა, ცემას რაც შეეხება ადამიანებს არჩევნებამდეც მოხდა მაგალითად დავით კაცარავა, ხო, რომელიც საოკუპაციო ხაზთან იმყოფება და თვეობით და ის გამოიყვანეს და ცემეს და მე სასამართლომ 2000 ლარი აქეთ დააჯარიმა და არვინ არ დასაჯეს. ერთ-ერთი მაგალითი, მრავალი მაგალითიდან და აქედან გამომდინარე, თქვათ თქვენ და თვითონ ქართულმა ხალხმა განსაჯოს, რამდენად ლეგიტიმაცია გააჩნია დღევანდელ ხელისუფლებას, რამდენად ამ შემთხვევაში აკმაყოფილებს თქვათ დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლება იმ
სტანდარტებს, რომ ერქვას ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ხალხზე, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც უჭერს ხალხს ხელისუფლებას, ვინც არის ნეიტრალურად განწყობილი, ან ვინც არის ნეგატიურად ოპოზიციურად განწყობილი. ხო, იმიტომ რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ქვია, შენ და პასუხისგებლობა უნდა იღებდი თითოეულ მოქალაქეს, ის შენ და მიწისქვეშ არის განწყობილი თუ შენი მომხრია, ხო? საქართველოს პარლამენტს, რომელსაც თქვათ არ აღიარებს ოპოზიცია, იქ არის შექმნილი თქვენ იცით საგამოძიებო კომისია, რომელსაც ვისმენთ ხომ სხვადასხვა ადამიანების განცხადებებს წინა ხელისუფლების დროს მომხდარ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით. აი ამ ფაქტებზე არასოდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ კეთდებოდა ხოლმე განცხადებები. თქვენ რატომ ხდებოდა, თუ ამდენი დანაშაული ხდებოდა, თუ ბიზნესი რეკეტში იყო, თუ სიტყვის თავისუფლება არ იყო, თუ იყო 26 მაისი, თუ იყო 7 ნოემბერი, რატომ არ კეთდებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეწუხებული განცხადებებს, რატომ არ ვისმენდით, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს რაც შეეხება აღნიშნულ თქვათ კომისიას, ის რა თქმა უნდა ცალხმრივად აშუქებს მოვლენებს, უნებრივია თუ ადამიანის უფლებებზე შეგკივა გული, მაშინ ისიც უნდა გამოიძიო, როდესაც აი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რამდენი ადამიანი იყო დასახიჩრებული და ეს არ ეხება მარტო თქვათ აი 2025 წელს, ანუ 2024 წელს, ხო? მაგალითად, მაშინ რატო იყო რომ 53 გამგეობაში 2012-13 წლებში მოხდა ხალხის შეჭრა პოლიციის ხელშეწყობით, ან კორცხელის ინციდენტი გვახსოვს კამერების წინ, როდესაც ხალხს უყრტყავდნენ, ვინმე გამოიძია ეს? არა, ხო, ვინმე ზის ციხეში? არა, როდესაც ნაცმოძრაობის 19 ოფისზე 2015 წელს მოხდა თავდასხმა, ვინმე მეს გამოიძია? არა, ვინმე ზის ციხეში დაისაჯა? არა. ხო, ამდენი მკვლელობა მოხდა, მაჩალიკაშვილის მკვლელობა, ადამიანი როდესაც ჩაცხრილეს, ხო? ვინმე ზის ციხეში დაისაჯა, ვინმე არა. ხო, ეხლა რა შეეხება წინა ხელს, ანუ ის კითხვა, ხო, აი თქვა, აი თქვენ შეგიძლიათ თქვენ თავს დაუსვათ და თანამოაზრეს. აი მაგათაც რატო არის რომ დღეს 200-ზე მეტი ადამიანი არის დასანქცირებული საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების და მაშინ რატომ არ იყო ამას გეკითხებით, თუ ასეთი მძიმე შემთხვევები იყო? სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არის, ხო, რატომ არ ასანქცირებდნენ იმ ხელისუფლებას, ამას გეკითხებით? ხო, ესე იგი, იმიტომაც არის, რატომ არ ასანქცირებენ, რომ ცალხმრივად შუქდება, მაგალითად 7 ნოემბრის მოვლენა, 26 მაისის მოვლენები, ხო? თქვენ მანამდე მე ვიცი, ვისპედი 26 მაისის მოვლენებს აშუქეთ. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ 26 მაისს სახელმწიფო გადატრიალება ხო არ მზადდებოდა. ნინო ბურჯანაძე ედგა სათავეში ამ მოძრაობას 26 მაისის, რომელიც პუტინთან იყო ჩასული მოსკოვში, სადღაც რამდენიმე თვით ადრე. კარგად, და გვახსოვს კიდე ჩანაწერები, როდესაც ის თავისუფლად საუბრობთ გერონის ბურჯანაძე არავის არ დაუკავებია მაშინ. რატო არ დააკავეს ბურჯანაძე? თუ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ჩვენ სახურავებზე ვნახეთ ადამიანები გარდაცვლილი ბატონიკა იმ შემთხვევის დროს. ბურჯანაძე არავის დაუკავებია. გარდაცვლილი, ხო, რაც შეეხება გარდაცვლილებს, თქვენ ალბათ გარდაცვლილები ნახეთ თავისუფლების მოედანს, როცა მანქანამ გაიტანა ადამიანი. არა, სახურავზე გეუბნებით, ჯიხმის თავზე. ანუ კი, სახურავზე რაც არის, დენმა დააწყა, მაგრამ არ ვითარ მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე მოკლა, მაგრამ მანქანით როცა გაიტანეს პოლიციელი და მოკლეს, აი ამის მტკიცებულება და ამის ვიდეო კადრები არსებობს. თუმცა ის ადამიანი, ვინც მოკლა, პოლიტპატიმრის სტატუსით დღევანდელმა ხელისუფლებამ 2013 წელს ბურჯანაძე რატომ არ დააკავეს? ეს ადამიანი, ვინც სხვა ადამიანი მოკლა, გაიტანა. აქაც ხო არსებობს რაღაცა კითხვები. ეხლა როდესაც ეს კომისიაზე თქვენ არა, მოდი ამოწუროთ, რახან გადავედით. ბურჯანაძე რატომ არ დააკავეს? საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო მოთხოვნად ბატონიკა? სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შემდეგ პერიოდში. ამის კადრებიც ხომ გამომზეურდა. 7 ნოემბერს, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების მხრიდან შესაძლებელი იყო უფლებამოსილების გადამეტება, მაგრამ ეხლა კარგად ირკვევა, რომ ძალიან ბევრი მოწოდება იყო მაშინ ხელისუფლების დამხობისკენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი თქვათ ეს კომისია ცალხმრივად გააშუქებს მოვლენებს, არანაირად არ შეეკითხება, რა ვიცი, ეხლა თემურფა მაგათად ფარცხალაძე, ყოფილი პროკურორი, ხალხი რო ჩაყავდა სტარტაპში და რცებდა, თქვათ, ვინმე გამოკითხა, მაგრამ რატო არ კითხულობენ, ან თუ კომისია, ასე იგი, ეს კომისია შექმნილია სპეციალურად წინა ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, რომ თქვან, რომ აი მაგალითად, აი წინა ხელისუფლების დროსაც ხოცებდნენ ხალხს, რომ მაგ პრეტენზია ბატონო ნიკა,
ფაქტია რომ გასაგებია. მოდით ამოწუროთ 26 მაისის თემა. არის საქართველოს 20%-ის ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი, გასაგებია. მაგრამ მეორე რაც შეეხება საქართველოს რომელიც ხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, პრობლემა გვაქვს ბატონიკასთან. დღევანდელ ხელისუფლებას. წინა ხელისუფლების დროს თავარის სტუმართ რახან საერთაშორისო საზოგადოებაზე საუბრობდით, ამერიკის პრეზიდენტი იყო. დღევანდელი ხელისუფლების დროს თავარის სტუმარი გავრილოვი გახლავთ. ბატონიკა. ამიტომაც განსხვავება ალბათ აქედან ჩანს, თქვა წინა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის. ბატონიკა, გესმით? არის რეალობა. გესმით ბატონიკა? კიდე გავცე პასუხი თქვენს კითხვებს. ბატონიკა, გესმით? ბატონო? გესმით? ჩემი ხმა გესმით? კი, ახლა მესმის. ბატონიკა, 26 მაისზე თქვენ თავად გადახვედით, თქვენ შეეხეთ ამ თემას და მინდა რომ მაშინ ეს თემა ამოწურო. თუ ნინო ბურჯანაძე აპირებდა მაშინ სახელმწიფო გადატრიალებას, რომ თქვენ თქვით რომ რუსეთში იყო რამდენიმე თვით ადრეო. წინა ხელისუფლებამ როგორ ხსნით, რატომ არ მოახდინა ნინო ბურჯანაძის დაკავება და რატომ ნახეთ ის მძიმე სურათი? მომხდარიყო ლოკალურად ბურჯანაძის დაკავება თუ დანაშაულთან მქონდა საქმე და ამ მასშტაბის შედეგებს ხომ არ მივიღებდით? რაც შეეხება ესე იგი, აქედან გამომდინარე, თლაც სისხლიანი არ იყო, ხო? არ იყო სისხლიანი, ანუ ეს სახურავებზე ხალხი. სახურავებზე ხალხი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ვინმე მოკლა არა, დენმა დაარტყა ეს ადამიანს და სისხლიანი, ხელისუფლების პირობებში ლუკას ირაძე როდესაც გადახდა, ესე იგი და თავი მოიკლა 15 წლის ბიჭმა, როდესაც ჩახერგეს გზა გორის გვირაბთან და ადამიანი ქართულშოს ქართული ოცნების წევრის შვილი დაეტაკა მანქანი და დაიღუპა ახალგაზრდა 21 წლის ბიჭი. ბატონიკა, კონკრეტული შემთხვევები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ მიზანმიმართულად, როდესაც სახელმწიფო თანამდებობის პირები წაიყვანენ თუნდაც სანდრო გირგულიანს და იქ მოკლავენ და სხვა მსგავსი შემთხვევები ჩვენ მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიაზე, მაგრამ ამაზე არ გეკითხებით. ბურჯანაძის დაკავება რატომ არ მოხდა, ამას გეკითხებით. თქვენი ანალიზი როგორი არის? კი. ბურჯანაძეზე რომ ამოვწუროთ ეს თემა, ცხადია ვერ ვისაუბროთ ყველაფერზე. ვაზაგაშვილებზეც ხო, თუ გინდათ ვაზაგაშვილებზეც კითხეთ, იარაღით რომ მიდიოდნენ და სპეცოპერაცია რო ჩატარდა, გააჩნია, შეგიძლიათ ყველაფერზე ვკითხოთ, მე ყველაფერზე მზად ვარ პასუხი გაგცეთ. მით უმეტეს ჩვენ არ ქონდა შეთანხმებული, რა თემა იქნება, ხო, მაგრამ მე მესმის, თქვენ შეეხეთ 26 მაისს და ამიტომ არ გეკითხებით სხვა თემებზე, ვინაიდან თქვენ 26 მაისზე თვითონ გადახვედით, მე ამიტომ გადმოგყევით, თორე საერთაშორისო მასშტაბით მაინტერესებს ხოლმე თქვენი პოზიცია. კი ბატონო. აი ეს ბურჯანაძე ამოვწუროთ და შიდავახე იმას დავანებოთ თავი, დიახ. კი, რაც გინდათ ვკითხეთ, ბატონო. ხო, რაც შეეხება ბურჯანაძეს, ანუ აქედან გამომდინარე, იქიდან სწორედ რომ შესაბამისად, ანუ ლოიალობა გამოიჩინა, ხო, წინა ხელისუფლებამ და არ დააპატიმრა ბურჯანაძე როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომ ამით ასე თქვათ, გარკვეულწილად დემოკრატიულ პრინციპებს გარკვეულწილად პატივისცა შეიძლება ითქვას, კი გამოამზეურა რაც ხდებოდა და როგორ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნაბიჯი არ გადადგა, განსხვავებით იმისგან, რომ როდესაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რამდენი პოლიტიკური ლიდერი, თქვათ იგივე ვანო მერაბიშვილი, იგივე მიხეილ სააკაშვილი, ყველანი ისინი შედან ციხეში. აქედან გამომდინარე, ხო, დღეს 50-ზე მეტი ადამიანი, უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, ახალგაზრდა ბიჭები. წამოვიდეთ შედან ციხეში, უდანაშაულოები, ხო, აბსოლუტურად რატო აპროტესტებს საქართველოს ევროპული მომავალი უნდათ, ხო? აქედან გამომდინარე, ესე იგი პოლიტიკური ლიდერი და გიგი უგულავა ასევე ციხეში და ირაკლი ოქრუაშვილი ციხე. ხო, ანუ აქედან გამომდინარე, თქვენ თვითონ განსაჯეთ სისხლიანი პერიოდი რომელი არის უფრო გიგი უგულავას ფინანსურ მაქინაციებზე ედავებოდნენ, გახსოვთ ბატონიკა. ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. Freedom House, Amnesty International რეპორტერების საზღვრების გარეშე თქვა ამასთანავე გამოაქვეყნეს ახალი მონაცემები, რომ საქართველოს სიტყვის თავისუფლების კუთხით უკან დაიხია კიდე 10 საფეხური. ეს კი არ სიამონებს, არა, იმიტომ რომ საქართველოს არალდება და ქართველი ხალხი პირველ რიგში, ხო? პირიქით, ეხა ნეტავი თქვა არსებობდა საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გავითარდეს, მაგრამ პრობლემები ვიცით რომ არსებობს, როგორც ასეთი აქედან გამომდინარე, რაც შეეხება თქვა
ესე იგი ეს მოვლენებს შედარება უნდა მოვახდინოთ, თქვათ წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა და დღევანდელი ხელისუფლების დროს რაც ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს ფაქტია, რომ რა თქმა უნდა სხვადასხვა შეცდომების მიუხედავად ქვეყანა მიდიოდა დასავლეთის მიმართულებით, შესაბამისად დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ხდებოდა, როგორც ასეთი, კი, ბევრი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა, ვინ ქურდული მენტალიტეტის ადამიანი, კრიმინალები, ვიცით, კი ბატონო, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ საქართველოს მიაგანებს რუსეთისკენ. ქვეყანა მიდის უკან, ამას ადასტურებენ თქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რახან თქვათ EUTOS გენდივნის განცხადება, მისი პოზიცია თქვენთვის ავტორიტეტულია. თქვენთვის არ არის ავტორიტეტული? დავეცნოთ EUTOS დადგენილებას, მაგალითად რეზოლუციებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, ევროპარლამენტის რეზოლუციებს, დღეს მეგობარი აქტი განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ, რომელიც ასევე კრიტიკული იქნება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ხო, ხვალ გახდება, ну, დღეს აღამოს იქნება შედეგები ცნობილი. ამიტომაც ამ შემთხვევაში მე ესე მგონია საზოგადო უნდა დასვას კითხვა, რატომ ხდება ეს ყველაფერი? გასაგებია, ხო? ეს ყველაფერი. მადლობა ბატონიკა. ვსტუმრებავთ კიდევ ამის ვიცით. ბატონიკა, არა, სხვა სტუმრებიც გქონს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩართვისთვის. თქვენს მადლობა. მადლობა. თქვენ, გაიხარეთ. მადლობა. და ლევან გიგინეიშვილი შემოგვიერთდა საგამომშვიდობისა ბატონ ლევან, მადლობა რომ მოხვდით და იგივე გადაცემაში მონაწილეობას. მოდი დავიწყოთ იმით საუბარი, რომ ახლა აი ნიკა ჩიტაძეს უსმენთ და თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს მკვეთრი კურსი ქონდა დასავლეთისკენო და ახლა ქვეყანა მიდისო რუსეთისკენო. თქვენ რა განცდა გაქვთ, რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში? ადრე ხდებოდა, ეხლა რა ხდება? დიახ. აი რა შეჯარებები რომ მოვახდინოთ. ის წინა ხელისუფლების დროს შეცდომები იყო რაღაცა ევროპასთან ევროპაში წასვლა რატო გინდა? ევროპაში გინდა, ევროპა იმიტომ გინდა, რომ ეიფელის კოშკის მომწონს და სიქსტინის კაპელა და უშენერესი ქალაქებია, მაგრამ აი სხვა არ არის ევროპა. ევროპა გინდა დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. იმ 9 წლის მანძილზე ყველა ეს ინსტიტუცია, რაც კი დემოკრატიული ინსტიტუცია, ყველანი გათელილი იყო. პარლამენტი არ იყო, სასამართლო მთლიანი მთავარი პროკურორის ქვეშ იყო. ანუ ქვეყანას მართოდა 5 კაცი, პრესის თავისუფლება და ტელევიზიის თავისუფლება გახსოვთ, თებშების დაყადაღება გახსოვთ და მასქერის ისიც რო არ გატარდა წესიერად. ანუ ყველა ინსტიტუცია, რაც კი დემოკრატიას შეეხება, აი თავდაუნებოთ წამებებს, კვლელობებს, ამ ყველაფერს. დემოკრატიული ინსტიტუტები გათელილი იყო მთლიანად. და რაღა ევროპაში მიდიოდა ქვეყანა თუ ასე ვთქვათ საკუთარი მოსახლეობა დაჩმორებული ყავს, დაჩმორებული ხალხი შერეკვა ევროპაში, ესე დაჩმორებით შეუძლებელია, ხო ეს? ანუ თქვენ თქვით რომ ოქსიმორონი არის, რომ შენ ქვეყანაში თუ ადამიანები ასე არიან დაშინებულები, ხმისამოღების ეშინიათ 300,000 პროვოციონერი ყავს და რა ვიცი როგორი ფონი იყო არა, მართლა შიშის ფონი და ეს ციხეში წამებები და 1000 უბედურობა. როგორ შეიძლება ეს კავშირში იყოს რამდენად ევროპასთან და 2012 წლის მერე ეს ყველაფერი დასრულდა. ამიტომ ეხლა დემოკრატიის ხრივადაც ეხლა პრესი თუნდაც ის ავიღოთ ტელევიზიის თავისუფლება, რაც გინდა ვისაც უნდა ილაპარაკებს, ანუ ამ ხრივ წინსვლა არის, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ხრივ და თავი რო დავნებოდა, რომ წამებები ეს მასიური წამებები ციხეებში მოისპო. მარტო ეს არის, რომ სხვა galaktikაში აღმოჩნდით 2012 წლის მერე. აი თქვენ თქვით რომ პარლამენტს არ გავდა ინსტიტუციებზე საუბრობდით. ახლა სანოტარო ბიურო დაარქვეს მაშინ პარლამენტს. ახლა აი თქვენაზე საუბრობდით რომ აი წინა ხელისუფლების დროს პარლამენტს არ გავდა. ისინი საუბრობენ სწორედ დღეს იმაზე რომ აი ეს პარლამენტს არ გავს, რომ არალეგიტიმურია. არ შევიდნენ და იმიტომ. ახლა თუ არ შევიდნენ ერთი მხარე დარჩება მარტო რა. მინუშლი და შესვლა. წინა ხელისუფლების დროსაც ხო გახსოვთ თქვენ რომ აი ვიღაცებმა მანდატები დაახიეს, მაგრამ ამაზე არ იყო მაშინ საუბარი, ჩვეულებრივად ლეგიტიმურად გამოაცხადეს ის პარლამენტი თავად, ხო? თავად ვინ? იმ ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებამ. როდესაც დაახიეს მანდატები რა გარკვეულმა გასაგები ხო, ნუ ხა აქაც ასე იყო რომ ღია იყო შეძლოს შესვლა და არ შევიდნენ ხა. მე მგონი არ შევიდნენ იმიტომ რომ ქონდათ იმედი გაყალდაზე არ იყო, ქონდათ იმედი რომ ქუჩის აქციებით რევოლუციას მოახდენენ და მე რახან ეს არ მოხდა ასე და ქართულ ხალხმა ძირითადად არ აიტაცა ეს რევოლუციური რაღაც სლოგანები. ამიტომ ეხლა რაც ისეთ მდგომარეობაში არიან, ვერც შევიდა, ვერც გარეთ და რაც ამგვარი ბატონობა 26 ოქტომბრის შემდეგ იყო რაღაცა თვალსაზრისით უფრო მეტ ხალხს ვხედავდით ქუჩაში და შედარებით ჩაცხრა და ძალიან ცოტა ადამიანი გამოდის, ხო? ყველა მედია საშუალებიც ჩანს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ იმუშავა და რატომ არ არის ხალხი ქუჩაში?
მე მგონი, იმიტომ რომ არ იმუშავა ამ ლოზუნგებმა, იმიტომ რომ ლოზუნგი თუ არა დაფუძნებული რეალობაზე, აი არის ქართული ანდაზა, ხო წყვილს მოკლე ფეხები აქვს ხა. რომ გაყალბდა არჩევნები, ეს შეიძლება ნაწილმა თქვა დაიჯეროს ეს, ნაწილმა არ დაიჯეროს, მაგრამ უმეტესობა კრიტიკულმა მასამ, ასე ვთქვათ, ქართველი მოსახლეობის არ დაიჯერა ეს სლოგანი, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ დაიჯერა, რა თქმა უნდა, იქნებოდა ისეთივე აქციები, როგორც მახსოვს, აი 2008 წელს რო იყო 300,000 კაცი ეგრევე რომ გამოიყარა იპოდრომზე, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, იმიტომ რომ ძირითადად იგივე ციფრები იყო, რაც მანამდე რო არჩევნებში იყო დადებული ეს ციფრები, დაახლოებით ეგეთივე დიაპაზონი იყო და თან მით უმეტეს ახლა ასეთი ომი რო არის უკრაინაში, მით უმეტეს რატო უნდა შესულიყო რადიკალურად რამენად რიცხვები, როცა ხალხს ეშინოდა ამ ის არ გადმოვიდეს ის ცეცხლი აქეთ და ოცნების ხელისუფლება ამის გარანტორი იყო გარკვეული აზრით, რომ ეს იმ ცეცხლისგან დავისავთ ჩვენ საქართველოს და აი ბილბორდებიც იყო ეგეთი, ხო, აი რა ხდება უკრაინაში და ეს არ მოხდეს საქართველოში. მე არ მომაჩნია ეს არასწორი ბილბორდები იყო. სწორედაც უნდა გააფრთხილო შენი მოსახლეობა რა საფრთხეს წინაშე გეხარ, ჯოჯოხეთის წინაშე გეხარ. უკრაინაში რაც ხდება, ხა ჯოჯოხეთია და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ეს თავის თავზე წინასაარჩევნო ეს დაპირება, რომ ამ ჯოჯოხეთისგან ვიხსნით ქვეყანას და ძალიან კაია. ფიქრობ მათ ეს ამ ხრივ იმოქმედეს კიდეც, იმიტომ რომ ის რასაც ამბობენ თავიდან უფრო მორიდებულად თქვენ სულ თავიდან რომ ჩვენზე იყო ზეწოლაო დასავლეთის გარკვეული ძალებისგან რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი და ჩვენ ამ ზეწოლას გაუძელით არ ჩავერთეთ და ეს ამის მოტყუება შეუძლებელია. როგორ ამას თუ იტყუები ამერიკის მისამართით, რომელიც არის 342 მილიონიანი ერთ-ერთი სუპერ იმპერია, ერთ-ერთი იმპერია ზარჩა ამერიკა და ასე თუ ცილს წამებ ამ ხელ ამერიკას ერთ პატარა ქვეყანა თუ ეს ასე რეალურად არ იყო, ეს მას კი არ ნიშნავს პრორუსული ხარ, ნიშნავს რომ დასაბმელი გიჟი ხარ სუიციდური თან. შანსი იმის რომ ეს კონსპირაციის თეორია იყო და იტყუებიან, არის ჩემთვის დიდი ნული. კონსპირაციის თეორია ის რომ ესეთი რაღაცა მოეტყუათ. ამიტომ რეალურად იყო გარკვეული ზეწოლა, მე ესე ვფიქრობ აი ამ პირდაპირ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რომ საქართველოს რაღაც ჩართულიყო ამაში. აი დღესაც არის ხო ელოდება ოპოზიცია და საქართველოს ხელისუფლებამ მას გაუძლო ამ ზეწოლას და გამოიჩინა ეს საქართველოს ინტერესი გაატარა. რაც რისთვისაც მე მადლობელი ვარ ამ გაძალიანებისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება მართლა ქაოსი მოხდა რომ წარმოიდგინეთ საქართველოს ჩართულიყო ომში რა იქნებოდა. ეხლა წარმოიდგინეთ უბრალოდ შეიძლება დღეს არ ყოფილიყო უკვე საქართველოს. ბატონ ლევან, აი თქვენ საუბრობდით წინა ადმინისტრაციის დროს ის განცხადებები, რაც გვესმოდა, ხო, საქართველოს ხელისუფლების თუ საქართველოს სახელმწიფოს მიმართულებით, რაც მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დღესაც ელოდება ოპოზიციამ, აი დღევანდელი საკითხი არის ჩანიშნული, მეგობრებთან აქთან დაკავშირებით. რეალურად როგორ აისახება? იქ ხა მე კი არ დასავლეთი არის ამერიკა მით უმეტეს მრავალფეროვანი არის, იქ ერთი ეს ხმაც არის, ის ხმაც არის, იქ რეალური დემოკრატია შიგნით რაღაც დებატები მიდის, ფიქრობენ, რაღაც გათვლებში შეცდომები მოძდით ხოლმე, ფიქრობდნენ თავიდან როგორც ჩანს რომ რუსეთი ადულად დაინგრეოდა ომის მოხდებოდა იქ გამოსვლები ალბათ რომ მოსკოვში და რაღაც სანქციებით რუსეთის ეკონომიკა დაიქცეოდა. არ მოხდა ეს ყველაფერი. ეხლა შეიცვალა პოზიცია, ანუ ეხლა ეს ყველა ქვეყანა მithomეს იმპერიული ასე დიდი ქვეყნები როგორც ამერიკა არის და რუსეთი არის თუნდაც რა ევროკავშირი ყველანი თავის ინტერესის სფეროში ფიქრობს. არავინ არ არის ასე ვთქვათ ალტრუისტი, იესო ქრისტე არავინ არ არის რომ შენთვის აკეთებდეს რაღაცას. ამიტომ შენ უნდა ძალიან კარგად უყურებ და შენ თვითონ შენ ქვეყანას რა ჭირდება და თუ გასაძალიანებელია გაუძალიანდე თუ დასაყოლია რაღაცი დაყევი, მაგრამ შენ უნდა ეს გააკეთო გააზრებით საკუთარი ინტერესების სრული გაანალიზებით, გასიგრძეგანებით და სიყვარულით საკუთარი ქვეყნის. სხვა კი არა ხეირო შენი ხეირო ამ პოლიტიკურ ასპარეზზე თან ასეთ საშინელ და სახიფათო გეოპოლიტიკაში. ბატონ ლევან, აი ამ აქციების ფონზე ვნახეთ რომ ოპოზიციას, თქვათ, მიკროფონიც კი არ ჩაურთია იმ აქციაზე, რომელიც მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე, რამდენჯერმე ჩაირთო იქ აქცია, სადაც სალომე ზურაბიშვილმა მიმართა მოკლე განცხადებები და შემდეგ მიდიოდა სახლში. ანუ ოპოზიციის და ხალხის განწყობა იქ მისული ადამიანების, როდესაც მეტი ადამიანი იყო ვიდრე დღეს არის, სხვადასხვა იყო, არ ნიშნავდა რომ ეს ხალხი ოპოზიციასთან იდგა იმ აქციებზე?
იცით რა, ალბათ სპექტრი არის, მე ხა იმ აქციებზე არ დავდივარ და მაგრამ აი ანალიზი თქვენი რაც არის. მათ შორის იქნებიან ისინი, ვინც პარტიულ დავალებას ასრულებს, მათ შორის არიან ისინი, ვინც დაიჯერა, რომ საქართველოს რუსეთისკენ მიდის, რაც მე არ ვჯერა. არის ამიტომ სპექტრი არის მთელი, მაგრამ რა თქმა უნდა, არიან პარტიული დავალების შემსრულებლებიც და ასე ვთქვათ, პარტიული დაკვეთით, რომ რევოლუცია მოხდეს, იმიტომ რომ პრინციპში რასაც ხედავა, ეს ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ კონსტიტუციური პროცესით მოვიდეს ხელისუფლებაში, ამიტომ ფიქრობ, ცდილობს რაღაცა აი რევოლუციური რაღაც გალვანიზებას, რევოლუციური პროცესები, რაც არ გამოდის ისევ იმიტომ მარტივი მიზეზის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა, არ დაიჯერა ქართულ ხალხმა მასაში. და კიდევ ერთი, სალომე ზურაბიშვილის როლი. აი აქ რამდენად აქ სალომე ზურაბიშვილს გასაგებია რომ ის დიპლომატიურ მისიებში იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, აქ კონტაქტები, მაგრამ საკუთარ ხალხის რამდენად ესმის ზურაბიშვილს და რამდენად აცნობიერებს რა უნდა საქართველოს მოქალაქეს. ეს აქ აქვს თქვენი აზრით? არ მგონია იცით რაღაც არ მგონია რომ სალომე ზურაბიშვილი რაც ქართული ხალხის რაღაც სინდის და ხმას ეხა წარმოადგენდეს რაღაცნაირად რა ვიცი მე მგონი ისევ იმავე მიზეზის გამო იმიტომ რომ იმას ამბობს რაც უმეტესობა ქართული მოსახლეობის მიაჩნია რომ არ არის მართალი ანუ გაყალბდა სიძახის არჩევნებთან თქვა რომ გაყალბდა არჩევნები ეგრევე დაუსაბუთებლად ხან ერთი რაღაცა თქვა ის არჩევნების დროსაც ხო ამბობდნენ რომ გაყალბდაო როდესაც აიწეს ეს ხო საკითხია მაგრამ ეხლა რომ გამოცხადდა შედეგები ხან ერთი რაღაცა თქვა ამის გამო გაყალბდა ხან მეორე ვერც კი შეთანხმდნენ თავიდან მე რაღაცა ლაქაზე თქვეს ლაქი რაც სისულელე იყო ლაქის გაჟონვაზე თქვეს რაც ეუთოს ანგარიში ლაქის გაჟონვაზე უწერია მაქსიმუმ რაღაც 6% შესაძლო გაყალბება შეიძლება მომხდარიყო რაც აი ისე წერია ეუთოს ანგარიში თვითონ არა და ამიტომ არ იყო დასაჯერებელი არ იყო ის მათი ეს თქმა და ეს ყიჟინა რომ გაყალბდა არჩევნები ამიტომ როგორ შეიძლება ხა ის იმას თუ იძახი იმ ლოზუნგს რომელიც მოსახლეობის უმეტესობას არ შეჯერა ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის ხმის წარმომადგენელი აი ამ საგამოძიებო კომისიაზეც მინდა კითხოთ რომელზედაც აი ვთქვათ ნიკა ჩიტიძე ამბობს რომ ცალმხრივად მუშაობს ეს საგამოძიებო კომისია ეს დანაშაულებებს ანუ არ თვლიან რომ ეს მასობრივად ხდებოდა ასეთი დანაშაულებები მასობრივად ხდებოდა 21000 განადგურება რომ ვერ მოასწრეს ისეთი კასტა აღმოაჩინეს კასრებში ხო 21000 რაც სხვები გაანადგურეს და 21000 რაც განადგურება ვერ მოასწრეს ის წამების კადრები თავისივე გადაღებული იყო კასრებში ხო ეს რა არავინ არ უარყოფს ამას ფიქცია იყო ხო რეალობა იყო ესა და ეხლა 300000 პროფესიონალი მე კი არ დავაბრეხო ეს ციფრი რეალურად ეს ციფრი იყო და რა ვიცი რა ეხლა usmendi რომ სახურავზე შეყრილი ორი დერმა დაარყვა ხა იმ სუპერმარკეტის მფლობელი ვისაც თქვა რომ დენს დაერყვა შანსი არ არისო იმიტომ რომ რაღაცა ორი ფენა გუდრონის იზოლაციო მეტონმა გაკეთებულიო და ის იქ ვარიანტი არა დენს დაერყავთო და ამიტომ არ მოაწერა ხელი რომ დენს არ დაურტყიო დენის დაკვრით არ არიან ისე გარდაცვლილებიო არა აძალებდნენ მოაწერო არ მოაწერა ტყილზე არ მოაწერა ხელი და იმის გამო რომ ტყილზე არ მოაწერა ხელი ჩასვეს 4 წლით ციხეში და მარტო 2012 წელს გამოუშვეს. თუნდაც აი ბურჯანაძესთან დაკავშირებით რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, ხო და ლოიალურობა გამოიჩინა და დემოკრატიის მაგალითი მისცა. არ ვიცი ხა არ ვიცი ტენდენციურად ლაპარაკობდა ფიქრობ იმიტომ რომ ყველაფერში ამართლებდა რაღაცა ყველაფერში ასე ნებისმიერ სიტყვა ეგ რა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის სიმართლეს არ შეესაბამება რომ იქ დენმა დაარტყა ერთ-ერთს, კაი მეორეს არ დაარტყა, მაგრამ მეორე რატო იყო მაშინ? ანუ თვითონ მე პატრონი თქვა რომ შანსი არ არის დენს დაარტყაო და ტყილზე რო არ მოაწერა ხელი, ანუ იმაზე რო არ მოაწერა ხელი, ფულსაც თავაზობდნენ, რამდენიც მოვიცი, იმის გამო რომ ტყილზე არ მოაწერა ხელი, ჩასვეს ციხეში. აი ეგეთი რეჟიმი იყო. ბატონებად, საბოლოო ჯამში ხელისუფლებებისგან რასაც ვისმენთ, ხო, აი არჩევნების შემდეგ და წინა საარჩევნოთაც იყო ეს დაპირება, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიგზავნოს. ახლა საგამოძიებო კომისია შექმნილი, რომელმაც უნდა მისცეს პოლიტიკური შეფასება წინა ხელისუფლებას. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ აიგზავნოს ეს ნაციონალური მოძრაობა და თუ აიგზავნება რას მოუტანს ეს ქვეყანას? მე არ ვარ იურისტი. ხო, არა, მე ვფიქრობ, ისა ასე ვთქვათ, ჰუმანიტარულად ადამიანურად მე მგონი რომ ეს პოლიტიკური ძალა რომელიც აი რაც ახლა ვთქვი იმას არც კი უყურებს როგორც დანაშაულს და არც კი ფიქრობს რომ მოსანანიებელი აქვს და გადაცდომებს უყურებს და კაი საქმეს ვაკეთებს და გადაცდომები ქონდა მე გამიხარდება რომ ესეთი პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში არ იყოს
და უფრო გაჯანსაღდება მაშინ საქართველოს პოლიტიკური ვითარება. როგორ გონიათ, როგორ უნდა გაჯანსაღდეს პოლიტიკური ვითარება, როდესაც ვერ ხედავთ ახალ აქტორებს, ვერ ხედავთ პოლიტიკაში. არის ეს მომენტია, რომ ალბათ საკმაო რაოდენობა ხმის ქართული ოცნება იღებს, იმიტომ რომ ხალხს ეშინია ისევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების და იგივე თან რევანშისტული განწყობებით უკვე და იგივეს გააკეთებენ. ხა სხვას რას გააკეთებენ, სხვა არაფერი არ იცოდნენ და იგივეს გააკეთებენ და ამის ეშინია ხალხს, ამიტომ ბევრი ადამიანი შეიძლება სხვა რაღაცებს ფიქრობდეს, მაგრამ ეხა ფიქრობს, რომ ერთ-ერთი გარანტი რომ ეს არ მოხდეს, ოცნებაა და ამიტომ ეს ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი თუ არ იქნება, მე ვფიქრობ გაჯანსაღდება ვითარება და რაღაც შემოვლენ ახალი აქტორები, თუნდაც იმიტომ ერთი და იგივე სახეებს რო ხედავ და ერთ და იგივე პარტიას შეიძლება მოგბეზდეს კიდეც და მარტო ამიტომ მოგინდეს სხვის, მაგრამ სხვის ადგილს რო იკავებს ისევ ნაციონალური მოძრაობა ის ხალხი, ვინც შეიძლება სხვა ელექტორატი ყავდეს, ოცნებას აძლევს ხალხს. ამიტომ ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობა თუ წავა პოლიტიკური ასპარეზიდან, ეს საქართველოს პოლიტიკის უკეთესი იქნება. და აი, მაგალითად, როდესაც თქვათ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც დროს თქვათ ნაციონალური მოძრაობა, აი კოალიციური ხელისუფლება უნდა მოვიდეს და ამაზე ზრუნავდა პრინციპში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად გეგმა ჰქონდა, ხო? რომ აი ეს კოალიციური ხელისუფლება უნდა ყოფილიყო. რამდენად მიგაჩნიათ გამართლებულად კი არა რეალობაში, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, როდესაც აი დაუშვათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, რომ მათ ქვეყნის მართვა მოახერხონ. მე ვფიქრობ, მაინც რომ ძირითადი ძალა ნაციონალური მოძრაობაა და თუ ხელისუფლებაში კოალიცია იქნება, იმ კოალიციაში ნაციონალური მოძრაობა იმძლავრებს სხვებზე და ისევ თვითონ ჩაიგდებს ამას ხელში და მე რა შეიძლება ამას მოყვეს, მე უბრალოდ კოშმარულ სიზმარში არ მინდა შევხედო. აი როგორ რა შეიძლება არ ვიცი, იმიტომ რომ ისევ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ისევ იგივეს დაიწყებენ, რა ვიცი, ისევ იგივე მეთოდები, არ გათეთრდების ყორანი, რა გინდა რომ ხეხო ქუშითავა ხო არის ქართულში ნათქვამი ხა და რამითი აჩვენეს, რომ სხვანაირად მოიქცევიან. უკვე ამბობენ, რომ სიები გვაქვს ყველასი და რა ყველაზე ეხლა ამბობენ, სიები გვაქვს ყველასი და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება და თუ ეხა მოვლენ რეალურად ხელისუფლებაში, იმ სიებს მართლა ამოქმედებენ და რა ვიცი. რეალურად ის აი სალომე ზურაბიშვილი ახლა რა ფუნქცია აქვს, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი რატომ მოიყვანა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება პრეზიდენტად, ხო? რომ არ ყოფილიყო ოცნება, ზურაბიშვილი არ იქნებოდა. ეხლა რა ამოძრავებს ზურაბიშვილს? გიორგი ვაშაძის ის იყო კანდიდატურა, ხალხს ეშინდა მაშინაც, იმიტომ რომ ამბობდა რომ მე პრეზიდენტი იმიტომ უნდა მოვიდეო, რომ ასე რა ამოძრავებს ზურაბიშვილს? აი რით იხსნით თქვენ? არ ვიცი ხა მე მის გულში ხარ ჩავხედები არ ვიცი. ანუ აი რომ გავყვებით თქვათ რაღაცა ორად შეგვიძლია გავყვოთ, ხო? 3 წლის განმავლობაში იყო სხვა პრეზიდენტი, ბოლო 3 წელი გახდა სხვა პრეზიდენტი, ხო? ხო არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე რამე რომ მქონდეს ინფორმაცია, რაღაცა შეიძლება რაღაც ასე ვთქვათ რაღაცა ვარაუდები მქონდეს, მაგრამ ვარაუდების დონეზე ლაპარაკი არ მინდა. აი და კრიტიკის შემდეგ რაც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც შეიცვალა ამერიკის ადმინისტრაცია, იქიდან შეწყდა ვთქვათ, მაგრამ ევროპიდან მოდის რეზოლუციაზე, იმ რეზოლუციებს შორის, როდესაც აი ახლანდელი დაკავებულები ვინც არიან, იქვე წერენ, რომ სააკაშვილიც გაათავისუფლეთო. სად მიგვიყვას აი ეს ევროპასთან ასეთი მწვავე პოლემიკა? ისე უნდა იყოს, მე ვფიქრობ საკუთარი ხედვით და ხა თუ ევროპა გეუბნება რომ გაგიყავდა არჩევნები და მოყავს რაღაცა დაუსაბუთებლად ამას რუსეთის შარევით გაგიყავდა ისეც კითხეს იმ მემორანდუმში, რომელიც ეუთოსაც არ უთქვა, ეუთოს საერთოდ არ ეწერა ეგ რუსეთი, რამდენიც გადავხედე. ხო, წავიკითხე, არ მახსოვს რუსეთი ეწერა, სადმე ეუთოში არ ეწერა. ამიტომ იმათოზე რუსეთი, ანუ ჰაი-ჰარაზე თქვეს, ხო? შენ იმას კარგად დაუკვირდა ის რას ამბობს, შენ დაუკვირდა რა არის რეალობაში და ანუ ბოლო-ბოლო დაიყვანება ყველაფერი ამაზე ეუთო კი არა, ევროკავშირი რა სიტყვის და იქაური ჩინოვნიკები არა, ბოლო-ბოლო დაიყვანება ამაზე საქართველოს მოსახლეობა რა ჯერა და რა არ ჯერა და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ვის უჭერს ხარს. ეხლა შენ თუ არ ვიცი ის არ იყოს ვენსმაც თქვა ხო რუმინეთშიო რა გააკეთა რუმინეთის ხელისუფლებამ როცა გეორგესკუს მოუსპესო ეს გაიმარჯვება და წაართვეს ეს თავისი გამარჯვებაო და თავისი ცნობილი სიტყვაში თქვა ვენსმა და არ შეიძლება დემოკრატიის სახელითო ანტიდემოკრატიული ქმედების ჩადენა არ შეიძლება და იმის თქვა რომ ეხლა რახან ისე არ ჩატარდა არჩევნები როგორც მე მინდოდა და ამიტომ უსამართლობას ვიზამ ეს შესაძლებელი არ არის უსამართლობა ყველას თანაბარი სიფინთე აქვს ასე ვთქვათ გინდა ევროპული უსამართლობა იყოს გინდა აზიური ამას არ აქვს უსამართლობა არის ზოგად კაცობრიული კატეგორია და იმას აღმოსავლეთ დასავლეთი მაშრიყი მაღრიბი არ აქვს
ამიტომ შემდეგ დაგვიდა რა არის რეალობა და საკუთარი ინტერესიდან და საკუთარი როგორ თქვა ხედვიდან გამომდინარე შეაფასო ყველაფერი კარგიც და ცუდიც იქ უამრავი ცუდი რაღაცა ხდება ევროკავშირში, კარგიც ხდება, იქ არიან გამოდიან თვითონ ევროპარლამენტარები და აკრიტიკებენ რაღაცებს. ამიტომ შემდეგ შეხედო, იქაც არის ერთი სხვა. რაც იქ არის მისაღები, მაგალითად, აი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ ხოლმე, რაც ევროპაშია მისაღები და ამაზე არ არის ხოლმე დაპირისპირება, ჩვენთან რომ მივიღებთ რაღაცა კანონს, აქ რატომ არის ასეთი, თქვათ, თავდასხმა მაშინ? ხო, არ უნდა იყოს. ორმაგის სტანდარტზე რასაც საუბრობთ. ხო, ორმაგის სტანდარტი ახლა წარმოიდგინეთ მაგალითად აი ამერიკამაც ხო თქვა თვითონ რომ USAID არასრულებდა იმას რასაც უნდა შეესრულებინა ცნობილი პირიქით USAID ეწეოდა სახელმწიფოს ჩარავის რაღაცა საქმეებს და ამიტომ დახურა კიდეც USAID და ნედიც დახურა და რაღაც აღარ აფინანსებს ხო იმიტომ თქვა რომ ცუდად იქცეოდნენ ხო და ამიტომ რა თქმა უნდა შეიძლება შეამოწმო ეს ფული ვინ საიდან იღებს ამ ფულს პრობლემა ამაში რა არის მე თუ ვიღებ ფულს დაუშვათ რომელიმე ორგანიზაციიდან და არის ძალიან კაი ორგანიზაციები, გრანტიორები, რომელიც აფინანსებენ ძალიან კაი პროექტებს. რატომ უნდა მერიდებოდეს ამის თქმა, ხო? უნდა თქვა, რა თქმა უნდა და პრობლემა ამის არ არის. უნდა აი გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის, ხო? პარტიის აკრძალვაზე როცა არის საუბარი. თუ არის ეს ისეთი ქმედება, რომელიც ვიცი რომ ან რაღაცა საბოტაჟისთვის არის, რა ვიცი, კანვა იყო ჩამოსული სერბეთიდან და ატრენინგებდა აქ ახალგაზრდებს, რომ აი ეფექტურად როგორ მოაწყო რევოლუცია და ეგეთი რაღაცები უნდა იყოს მოსახლეობა მაინც იცოდეს, რომ აი USAID-ის ეს ფული იხარჯება სერბამ რადიკალების ტრენერებზე, რომლებიც აქ ამზადებენ ქართულ რადიკალებს და მოსახლეობა მიცოდეს ეს. არ შეიძლება რატო არ უნდა იცოდეს? ხასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლევან გიგინეიშვილს უსმენდით თქვენ და ნიკა გოგუაძე შემოგვიერთდა ყინწვისის სპეცოპერაციაზე დაკავებული ყოფილი პოლიტპატიმარი. მადლობა ნიკა რომ მოხვედით და ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ იმ თემებზე, დღეს თქვენ იცით რომ დღესაც იყო საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხდომა, რამდენად ეფექტური იქნება, ვიდრე აი ამ კითხვას დაგისვამთ. მინდა რომ ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს, როგორ მოხდა თქვენი აყვანა და რა გზა გაიარეთ მოკლედ. 26 მაისს ჩვენ ვიმყოფებოდით ყინწვისში, სამონასტრო კომპლექსში. ამ სანამაგას ვიტყვი ჩვენ ვიყავით ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა. ჩვენ რეგისტრირებულებიც არ ვიყავით, ასუ ახალ-ახალი დაარსებულები ვიყავით, რომ ყინწვისში აქ როცა ბურჯანაძე მიტინგებს მართავდა, ჩვენს მიმართ ძალიან დიდი მუქარები მოდიოდა ძალოვანი სტრუქტურებიდან და აი ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ რამოდენიმე კაცმა, რომ თბილისს გავცლოდით რა და წავედით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში. 26 მაისს როცა საქართველოს თბილისში ტარდებოდა ეს ღონისძიება, ჩვენთან სპეცოპერაცია ჩადარდა ყინწვისში და დაგვიჭირეს ხოლმე. მონასტერში შემოვარდეთ. მონასტერში, ხო, მონასტრის ტერიტორიაზე, ეზოში რა და იქ დაგვაკავეს ყველანი. და აი რატომ დაგაკავეს? მოტივი რა იყო? რატომ წახვედით ყინწვისში? ანუ ამაზე ისაუბრეთ თქვენ? ხო, ყინწვისში იმიტომ წავედით პირველ რიგში, რომ მუქარები იყო, ავერიდეთ გარკვეულ სიტუაციებს, რაც თბილისში იყო. ვამჯობინეთ, რომ გავცლოდით ზოგადად საერთოდ თბილისს და წავსულიყავით ცოტა ხანი მონასტერში, სანამ აქ ყველაფერი ასე ვთქვათ ჩაცხრებოდა, თუ შეიძლება ამას ეგ სიტყვა დაარქვა. ხო და არ დაგცალდა, 26 მაისს გამთენიისას ჩატარდა სპეცოპერაცია. დაგვაკავეს ყველანი 26 კაცი და 2000 რუს სამხედროსთან ერთად, რომლებსაც უნდა სცოდნოდათ ქართული ენა, თქვენ აპირებდით სახელმწიფო გადატრიალებას, ხო? საოცარი ბრალი ჯერ არ ვიცოდით რაზე დაგვაკავეს იმ მომენტში, საერთოდ ვერ ხვდებოდით, მაგრამ აი უკვე მთავარ სამმართველოში ასე ვთქვათ გამოიკვეთა რა უნდათ რომ ჩვენთვის შემოეთავაზებინათ, ანუ რითი გვიშვებდნენ ციხეში. ხო, სახელმწიფო გადატრიალების დაორგანიზება და ასე ვთქვათ ცდილობის გამო დაგვაკავეს და ასეთი აბსურდული ის ეწერა, რა ქვია, ჩვენ ბრალში, რომ უნდა შემომეყვანა 2000 ქართულად მოლაპარაკე რუსი სპეცნაზელი. მე როცა ეს ასე ვთქვათ დაწერეს და აი ეს არის რაზეც გიჭერდნენ, ხა პირველად რა თქმა უნდა ის ვქენი, რომ მეთქი ხა ნორმალურები ხართ, მეთქი სად უნდა მოუნახოთ, მე მივხვდი რომ ჯობდა რაც მეტი ასეთი სისულელე ეწერებოდა, შიგნით ჩემთვის უკეთესი იყო.
ნუ ბოლოში რაც შემოგთავაზეს კი ნახეთ. დაკავების აქტს დოკუმენტშიც არ ეწერა რომ თქვენ დაგაკავეს ყინწვისში ეწერა იქ რომ პოლიციის სამმართველოში აგიყვანეს ხო? ხო, ეწერა ასეთი რაღაცა, რომ ანუ პირველად ხო გამოაცხადეს მე ვნახე სიუჟეტები გამოსულზე უკვე რომ აქ დიდი სროლით და მთელი ამბებით ჩაატარეს სპეცოპერაცია ყინწვისში და დაგვაკავეს. შოთა უტიაშვილის განცხადებაც იყო რომ შოთა უტიაშვილის განცხადებაც იყო კი ბატონო და მე ოფიციალურად საბუთებში ყინწვისის სპეცოპერაცია საერთოდ უარყვეს. ანუ არ ჩატარებული. ეს იარაღი რო ამბობენ რომ შეიარაღებულები იყო და საბუთებში ჩაწერეს მერე ჩადეს თუ რა? არა, ერთი იარაღი ფიქსირდებოდა მარტო საქმეში. ეს ჩადებული იყო თუ რა იყო? არა, ჩადებული არ იყო ოფიციალურად მეგობარს ჰქონდა ტარების უფლება და გააჩნდა. აი, როდესაც თქვათ დაგაკავეს, შემდეგ უკვე რა გზა გაიარეთ, იმიტომ რომ თქვენ რამდენადაც ცნობილი არის საპროცესო გარიგებაზე უარი თქვით და დიდი საჟელიც მოგის 12 წლიანი საჟელი იყო. აი, რა ხდებოდა დაკავების შემდეგ? იყო საუბარი რომ ხდებოდა წამება. შეგიძლიათ აი ამ დეტალებზე ისაუბროთ, რა მოხდა დაკავების შემდეგ? მოკლედ, პირველი ანგარიშწორება მოხდა სამონასტრო კომპლექსთან ყინწვისში. უკვე აი მეგის კარდავა ეხლა რომ ციხეში ის მეგის კარდავა ასე ვთქვათ მარშრუტკაში ჩამსვა, სადაც გადაწყვეტილი ქონდა რომ უნდა ესროლა ჩემთვის. უბრალოდ უფლებას იღებდა ზემდგომისგან, რაზეც რატომღაც უფლება არ მისცეს და ძალიან გაბრაზებული იყო, რომ მაგარი გადარჩიო შენო, რომ აქვე არ დაგტოვეო რა და ფიზიკურად გაგვისწორდნენ ძალიან. აი როგორ ხდებოდა შეგიძლიათ? ნუ წიხლებით, კონდახებით რა, ახლა დაკავების შემდეგ? აი აგიხსნით, მარტო ჩვენ კი არ გაგვისწორდნენ, იქ მამაოებსაც გავისწორდნენ ფიზიკურად, იმიტომ ჩვენ იქ რო ვიყავით უკვე ვიშლებოდით, მე თბილისში ვაპირებდი წამოსვლას. და ნუ მამაოებიც კი ცემეს და წვერებით ასე ვთქვათ, ესე ათრევდნენ რა, ყველა ძირს ვეღარეთ აბსოლუტურად ყველანი რა. მერე წაგვიყვანეს ქარელის პოლიციაში, პოლიციის შენობაში. პოლიციის შენობაში მაგარი ისეთი ფაქტი იყო, რომ პოლიციელები სულ გინებ-გინებით და საკმაოდ უხეშად გამოყარა სპეცრაზმა შენობიდან. ანუ ჩვენ შემსწრეები ვიყავით ამისი რა და ეს პოლიცია იყო ასე ვთქვათ ეზოს ღობის იქით. ჩვენ ვიყავით ჩამსკრივებულები პოლიციის შესასვლელთან რა, ძირითად შესასვლელთან. ნუ რამოდენიმე მე და ჩემი მეგობარი და თანამოაზრე გადაგვანაწილეს ოთახებში და ნუ აი არანორმალურად გაგვისწორდნენ. ისეთი გვცემეს რომ სასრაფოს გამოძახება დაჭირდათ, იმიტომ რომ ჯემალ გუნდიშვილი ჩემთან ერთად დაკავებულს გული გაუხდა ცუდად და ნუ ინფარქტი მიიღო. ანუ სასწაული არ მახსოვს, ეს იყო ის პერიოდი, ანუ სულ გონება დაკარგულები ვიყავ. მე პირადად ქრონიკულად გონება, ანუ აზე მოვდიოდი, მე ისევე ვკარგავდით გონებას. რამის გამოყენებით ხდებოდა თქვენი აი ეს არაფერი მაშინ იყო უბრალოდ ცემა, არც არაფერს არ გვეუბნეოდნენ რა, უბრალოდ იყო ანგარიშწორება, ნუ რა ვიცი, ფეხებით მე ისე დღეში ჩამაგდეს, რომ საბოლოო ჯამში, რა ვიცი, ხა ხერხემალი დღესაც დაზიანებული მაქვს, მარჯვენა ხელს პრაქტიკულად ვერ ხმარობ. ნუ უამრავი ტრავმები მაქვს, რაც ანუ ხელისუფლება რო არ შეცვლილიყო, თქვენ ისე ციხეში იჯდებოდით. ხო, თუ ვიჯდებოდი, თუ საერთოდ ცოცხალი ვიქნებოდი. აი ასეთი ამდენი წლის შემდეგ და მე დავასრულებ მაშინ, რადგან ანუ ქარელის პოლიციიდან წაგვიყვანეს მთავარსამმართველოში. მთავარსამმართველოში გაგრძელდა ეს ყველაფერი, აი გაგვაცნეს, რომ თურმე 2000 რუსი სპეცნაზელი შემომყავდა. მაკედან ნაწილი მოვხდით იქ, რა ქვია, მოდულის შენობაში. და უკვე მოდულის შენობიდან ყველანი გადავედით იმასში, რა ქვია, გადაგვიყვანეს ციხეზე. და იქ უკვე აღარ იყო ეს ძალადობა უკვე? ციხეზე? ციხე საერთოდ სხვა ისტორია. ციხეში მე უკვე ისე დღეში ვიყავი, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემეძლო. ანუ რეალურად ვიღაცა ასე მომიკიდებდა და გადამიყვანდა. ხო, მიღებული ტრაუმების შემდეგ და ეს ჩემი ასე ვთქვათ, უძლურება, რომ ვერც დავდიოდი და ვერაფერს ვერ ვახერხებდი. ერთი რამოდენიმე თვე, 2 თვე როგორც მინიმუმ მაგ დღეში ვიყავი ციხეზე.
ხო და ნუ აი ეგ იყო და ეხლა ციხის ისტორიები ალბათ თქვენს ბევრი გსმენიათ რაც ხდებოდა და იქ დასამატებელიც თქვენს უყურებდით იმ წამებებს სხვა პატიმრებს ჩემ თვალწინ მაგალითად მე და ჩემი ასე ვთქვათ ჩემთან კამერაში მჯდომი ხალხი შევესწარით როგორ ჩვენ მოპირდაპირე კამერაში კაცი მოკლეს ანუ მოკლეს რეალობაში მაგრამ ანუ როგორ მოხდა ეგ კამერაში შეცვიდნენ ასაკოვანი კაცი იყო და ვერ მოასრო დროზე ჩამოსვლა არ შეიძლებოდა რომ ლოგინზე დახვედრილიყავი ოფიცერს რა და ვერ მოახერხა დროზე ჩამოსვლა მეორე სართულზე იწვა ლოგინის და ხელი მოკიდეს ჩამოაგდეს და დაეცა თუ არა ხო ბეტონის ის არის იატაკი დაეცა თუ არა ადგილზე გათავდა ის საწყალი აი ეგ მახსოვს კიდე ჩემი პირადი ფანჯრიდან ანუ ვახტას უყურებდი მე ვახტას ანუ ციხის ძირითად კარებს საიდანაც მანქანები შედიან და გადიან აი კვირაში ბევრჯერ ის მიცვალებული მიყავდათ კატაფალკით ფეხებს ხედავდი ძირითადად მიცვალებულის აი ამ ძიმე ისტორიების შემდეგ ხო ჩვენ პარლამენტის აი ამ საგამოძიებო კომისიაზე ყოველდღიურად ვისმენთ სხვადასხვა ადამიანების ძიმე ისტორიებს ხო თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ის ერთ-ერთი ადამიანი ხართ ვინც საკუთარ თავზე გამოიარეთ ის რაც ხდებოდა დღეს როგორ ფიქრობთ აი რამდენად მნიშვნელოვანი იყო აი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიცია ამას უწოდებს ცირკს თქვენ რა შეიძლება ცირკს ნამდვილად ვერ უწოდებ ამას ძალიან კარგი ფაქტი მოხდა იქიდან გამომდინარე რომ რაც ეხლა ხდება მე ამას ვლაპარაკობდი არ ვიცი გამოსვლის დღიდან რომ სანამ ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა და ნაციონალური მოძრაობა უბრალოდ არ აიგრძელება მეთქი და ყველა შესაბამისად არ გასამართლება იმის და მიხედვით თუ ვის რა აქვს დანაშაული მეთქი იქამდე არაფერი არ გვეშველება თქო შესაბამისად დადებითად ვაფასებ უბრალოდ ძალიან დაგვიანებული არის იმიტომ რომ ეს უნდა მომხდარიყო უფრო ადრე რა თქმა უნდა 13-14 რავი რამდენი წელია გასული ხო მამის ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ამას ეხლა თვითონ დაზარალებულებისთვის ანუ ჩვენთვის ვინც გამოვიარეთ იმდენად არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მე ეხლა იმდენჯერ მაქვს მოყოლილი გინდა თქვენთან გინდა სხვა ტელევიზიაში და გინდა დაინტერესებულ ადამიანთან ხო რომ ეხლა კიდევ ერთხელ საჯაროდ ამას მოუყვები თუ არა ჩემთვის არაფერს არ წყვიტავს ერთადერთი ამის პლუს იმას ვხედავ რომ კომისიას ალბათ ეგ ყველაფერი იმისთვის არის იურისტი არა ვარ მაგრამ ასე ვთქვათ შეფასება რომ მოხდეს სწორედ და ეხლა რანაირად უნდა შეფასდეს თუ არ მოისმინეს ყველაფერი რაც ხდებოდა ხო რა თქმა უნდა და მეორეც ერთი აი ამ ახალგაზრდებისთვის უფრო ვისთვისაც აი ეს ყველაფერი რაც ადრე ხდებოდა ძალიან უცნობი არის ან არ ჯერათ თქვენი აზრით ესენი ადამიანები თქვათ აი თქვენც მოისმენდით ალბათ მეც მომისმენია ხშირად რომ მე იმ დროს არ ვიცი რა მოხდა არ მახსოვს ანუ ამ ადამიანებზე ამან იმუშავა აი ვერ გეტყვით მე არ ვიცი ხა აი ქუჩაში ხო ხდებით ადამიანები ვიზე რა მუშაობს მე ნამდვილად არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ კონკრეტულად რომ ეს წაადგება ამას ეგ ფაქტი არის ხა დამაზიანებელი ნამდვილად არ იქნება წაადგება ამ ფაქტს ხა როგორ ფიქრობთ აი ნაციონალური მოძრაობის შეფასება მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე როცა არის საუბარი თქვათ ჩვენ ხელისუფლებისგან გვესმის რომ ეს ნაციონალური მოძრაობა რო ქვია ამას კი არ ეხება ანუ იმ ანუ შეხედეთ კონკრეტული ადამიანები სხვადასხვა პარტიები გაჩნდნენ ხო ნაციონალური მოძრაობა თუ აიგზალება სხვა პარტია რო შეიქმნა და იქ არიან მათი წარმომადგენლები ანუ ფიქრობენ რომ აი კოლექტიურად და მასშტაბურად უნდა მოხდეს ეს აკრძალვა როგორ ფიქრობთ აი რას როგორ უნდა აიგზალოს ეს ნუ ერთი რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობა თუ აიგზალება ეგ კი კარგია დიც არაფერს ანიშნავს ეს ნიშნავს რაღაც იურიდიული პირი ასე ვთქვათ ის აიგზალება კონკრეტული მაგრამ ამას თუ არ მოყვა კონკრეტული ინდივიდების ანუ ვით შედგებოდა ეგ ნაციონალური მოძრაობა ხო ცალკე ხო არა ადამიანების ის ადამიანები თუ შესაბამის პასუხს არ აგებენ ну машина აზრი ხო ამას ზესაუბრობს ხელისუფლება რომ კონკრეტულ ადამიანებზე უნდა მოხდეს შეფასება ხო აი მაშინ სპექტაკლი იყო ესე ანუ კონკრეტულ ადამიანებამდე უნდა მივიდეს ეს რა თქმა უნდა აბა სხვანაირად რა აზრი აქვს
და როდესაც აი თქვათ საუბრობენ ხოლმე წინა ხელისუფლების თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომ ქვეყანა მაშინ კი ხდებოდა კონკრეტული რაღაცა გადაცდომები, მაგრამ ქვეყანა წინ მიდიოდა, ევროპისკენ მიდიოდა, დასავლეთისკენ მიდიოდა და ახლა რუსეთისკენ მივდივართ. აი ამაზე თქვენი რა პასუხი გაქვთ ხოლმე? ჩვენ სიმართლე გითხრათ, ეხა არც რუსეთისკენ მივდივართ, ჩემი ხედვა ცოტა განსხვავებულია. არც იქით მივდივართ, არც იქით მივდივართ. ჩვენ ეხა ჩვენი თავის გადარჩენაზე ვართ, რა ძალიან სწორი არის, იმიტომ რომ ეხა როცა რეგიონში ამხელა პრობლემები არის უკრაინაში, რა უბედურება ხდება კი იცით, ხო? აქ ცოტა გონიერების გამოჩენა არის საჭირო და უფრო დაბალანსებული პოლიტიკის გატარება იყოს საჭირო, რასაც მივესალმები, რასაც ახერხებენ, ასე ვთქვათ რა. აი რასაც ველოდებოდი მე და ველოდები არის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგმულს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, იმიტომ რომ შეპირება იყო ერთ-ერთი ბოლო. დიახ. უნდა მოვახერხოთ. და აი ძალიან ველოდები როგორ იმოქმედებენ და როგორ იზავენ ამას თუ პარალელურად არანაირად არ შეეცდებიან სიტყვაზე რუსეთთან გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობების ან რაღაცა ურთიერთობების აღდგენას. აი ამდენი წელი გავიდა ისე თქვენი ბოლოსკენ მიდივართ და თქვენ ისტორიას რომ მიუტრიალდეთ. გაიარეთ ეს საშინელი გზა. აი წინა ხელისუფლებიდან აი არ გამოჩენილა ამდენი წლის შემდეგაც ადამიანი, ვისაც უთქვამს რომ აი ცუდად მოვიქეცით თქვენთან შეგვეშალა, რაღაცა ბოდიში თუ მიგირიათ ვიღაც. არა, რა ბოდიში? არანაირი. ხო, ეს კითხვა ისმევა ხოლმე კომისიის სხდომებზეც და აი მე ანუ არანაირი კომუნიკაცია არავისგან რომ აი რაღაცა შეცდომა მოყვივი და რაღაცა ეგეთი არა, არანაირი. აბსოლუტურად ის თქვენ არ იფიქროთ რომ ვინმე რამეს ნანობს. ეგენი თვლიდნენ რომ ეგ იყო საჭირო და აკეთებენ. და ამიტომ არიან ასე ვთქვათ მოსაცილებელი პოლიტიკური სცენიდან, იმიტომ რომ მათი პოლიტიკურ არენაზე ყოფნა უბრალოდ საშიში არის. საშიში არის თითოეული ადამიანისთვის და თქვენი ამ მეგის ხარდავალს თავისი თხოვნა გადაწყვეტ და თქვენთან ამ სპეცოპერაციის ჩატარებას. იქ არ იყო მარტო მეგის ხარდავალს. აი ვისგან იყო ეს დავალება, რომ აი ეს 24 კაციანი ეხლა მოდი ასე ვთქვათ რა, მე ბევრ ეგ რა თქმა უნდა მოდიოდა ახალაიასგან, ეხლა მეგის ხარდავა თვითონ ამას ვერ გადაწყვეტ და ვერანაირად. ახალაიასაც ვიღაცა ავალებდა. რა თქმა უნდა დავალებდა. დღესაც მიდის მაგალითად ეხლა ჩემ ნაწილში რა მოხდა მე ჩვენმა სააპელაციო სასამართლომ გამამართლა რამოდენიმე წლის წინ ანუ ის ბრალი რაც მე ნაციონალურ მოძრაობამ წამიყენა ამათმა ხო გააუქმეს და გამამართლეს სტრასბურგი კიდევ უფრო ადრე მივიღეს სტრასბურგში ის განაჩენი რაც მეკუთვნოდა მაგრამ დღეს მაგალითად მე ვედავები უკვე ხელისუფლებას როგორც იმათ სამართალმემკვიდრეს რომ კომპენსაცია მივიღო და 2 წლის წინ შემიწყდა ეს სასამართლო პროცესები, ერთი 5 პროცესი ჩამიტარდა კომპენსაციის და სადღაც 2 წელი არის გაჩერებული. ანუ მოლოდინის რეჟიმში. მოლოდინის რეჟიმში ვარ. პარალელურად ვიცი რომ ეხლა მიდის კონკრეტული ანუ ვინც ჩვენ რაღაც თემაწამებაში და ამაში იღებდა მონაწილეობას გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დღესაც კი მიდის. ხო და აბა რა გითხრათ ეხლა ველოდებით სამართლიანობის აღდგენას. მე ველოდები სამართლიანობის აღდგენას და ბევრი სხვაც კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ნიკა გოგუაძეს უსმენდით თქვენ ყირწვის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ერთ-ერთს ადამიანს სულ 24 ადამიანი დააკავეს მაშინ და მოისმინეთ მისი მძიმე ისტორია. მოკლედ 4 შაბათს შევხვდებით, მშვიდობიან ღამეს გისურვოთ, კარგად გრძანდებოდეთ.